ზამთარშიც კახეთს ვიზიტორთა მაღალი ნაკადი სტუმრობს და სასტუმროები აქტიურად მასპინძლობენ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით 2025 სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის მარნებისთვის ნაყოფიერი იყო. მოგეხსენებათ ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე დატვირთული არის შემოდგომა და ზაფხულის პერიოდი, ვინაიდან შემოდგომას იმართება ადგილობრივი ფესტივალები, ასევე რთველი, ასევე ალოობა და ძირითადად უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს რეგიონს. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, როგორც ყველა რეგიონებისთვის, ზამთრის პერიოდი კახეთის რეგიონისთვისაც არ არის გამონაკლისი და საერთაშორისო ვიზიტორები უფრო მეტად სტუმრობენ სამთო-სათხილამურო კურორტებს. თუმცა კახეთ შენარჩუნებული აქვს თავისი ნიშა, შედარებით უფრო ნაკლებია ვიზიტორების რაოდენობა ზამთრის პერიოდში. ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს საჭირო აქტივობები, რათა არ ჩაგვივარდეს ზამთრის სეზონი.